მოგესალმებით, ეთერშია გურის ახალი ამბები, მე თამთედოლიძე ვარ. დღეს 11 აგვისტოა. ეს დღე რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი გამორჩეული და ტრაგიკული ეპიზოდია. რუსულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს გორი და საჰაერო იერიშის შედეგად დაიკავეს ქალაქი. მათ ასევე გადაკეტეს საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილების დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი. ამავე დღეს გაიმართა ბრძოლა, რომელიც საქართველოს ისტორიაში თავდადების და პატრიოტიზმის მაგალითად იქცა. სოფელ შინდისთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული ნიქოზიდან გორისკენ გადაადგილდებოდა. ქართველმა მებრძოლებმა საწინააღმდეგო მხრიდან მომავალ გზაზე ქართული დროშა შენიშნეს. უეცრად რკინიგზასთან გამაყრუებელი ხმა გაისმა. კოლონის პირველი და ბოლო მანქანა ცეცხლის ალში გაეხვია. მანქანაში მსხდომებმა გადმოსვლა ვერ მოასწრეს და 5 ქართველი მებრძოლი ადგილზევე დაიღუპა. ტანკები რუსული იყო, დროშა კი სატყუარა. ადგილობრივი მოსახლეობა იხსენებს, როგორ გამოჩნდა შეტაკებამდე 2 საათით ადრე რუსული ტანკები ქართული დროშებით, როგორ ჩაუსაფრდნენ ჩვენს ჯარისკაცებს, რკინიგზიდან 200-250 მეტრში. ჩახერგეს გასასვლელები და ააფეთქეს ქართული საბრძოლო შენაერთის მანქანები. სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. რუსული საბრძოლო შენაერთის მეთაური გაუგნდა ქართველების წინააღმდეგობით და გადაწყვიტა, რომ მათი ძალები საკმარისი არ იყო. ამიტომ რადიოკავშირის საშუალებით დამხმარე ჯგუფი და მძიმე ტექნიკა გამოიძახა. ბრძოლამ დაახლოებით 1 საათამდე გასტანა. რუსები თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდნენ, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდანაც. ქართველი ჯარისკაცები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ, მაგრამ რიცხობრივმა უპირატესობამ მაინც თავისი გაიტანა და 17 ქართველმა მებრძოლმა საქართველოს ისტორიის საკუთარი სისხლითა და თავგანწირვით გმირობის კიდევ ერთი ფურცელი შემატა. სანამ მტერი მიაგნებდა, დაჭრილები ადგილობრივმა მცხოვრებმა ახმეტმა ხუციშვილმა ტყეში გადამალა და პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. დაღუპული ქართველი ჯარისკაცების დამწვარ დასახიჩრებული სხეულები კი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოს პატრიარქისა და სასულიერო პირების ჩარევის შემდეგ დაუბრუნდა ოჯახებს. 2008 წლის 11 აგვისტოს შემდეგ შინდისში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ადგილი გმირთა მემორიალად იქცა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გმირების დაღუპვის ადგილზე ერთგვარი მუზეუმი მოაწყვეს, სადაც 17 გმირის პირადი ნივთები, ჩაფხუტები, იარაღი, ქართული სამხედრო ფორმის დამწვარი ნაწილები ინახება. 2020 წელს შინდისის გმირების მემორიალს უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შინდისის გმირების მემორიალთან იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და ქვეყნის წინაშე მათ უდიდეს ღვაწლზე ისაუბრეს. პატივს მიაგებს შინდისის გმირების ხსოვნას, რომლებაც კეთილ ქართულს მისცეს გმირობის მაგალითი, მომავალთაობებს მისცეს გმირობის მაგალითი და ასეთ გმირობაზე უნდა იზრდებოდნენ, რა თქმა უნდა, ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა. და ეს გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არის უზენაესი ღირებულება, რისთვის საცხირს ყველაზე ძვირფასის გაძირვაც კი და ეს არის სიცოცხლე. და ზუსტად ამის მაგალითი მოგვცეს ჩვენ შინდისის გმირებმა. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია რომ პატივი მივაგოთ შინდისის გმირების ხსოვნას. აქ შინდისის გმირების მემორიალი იქნება მოწყობილი, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური. ერთის მხრივ უზრუნველყოფთ იმას, რომ სრულად იქნება შენარჩუნებული ის იერსახე, რომელსაც აქაურობა ატარებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ის ავთენტურობა, რომელიც აქ მომსვლელმა ადამიანებმა ნახონ და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ასევე დაემეტება სხვა ელემენტები, რომელიც გამოყოფს იმ ადამიანების გმირობას, ვინც აქ ჩაიდინეს გმირობა 17 წლის წინ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს გამართულ სხდომაზე 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. კოალიციამ ცვლილებებისთვის და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ცესკოსთვის არ მიმართვის გამო საარჩევნო ნომრები დაკარგეს. წილისყრის მიხედვით საარჩევნო ნომერი 4 პარტია ქართულ ერთობას, ხოლო საარჩევნო ნომერი 5 პარტია ჩვენი გაერთიანებული საქართველოს ერგო. როგორც ცესკოს განცხადებაში აღნიშნული, ენემისა და ახალ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისთვის არ მოუმართავთ. 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს 17 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა.
17 პოლიტიკური გაერთიანებიდან 5 პოლიტიკურ გაერთიანებას საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო პროცედურის დაცვით ჰქონდა რიგითი ნომრის შენარჩუნების უფლებამოსილება. ხოლო 12 პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი მიანიჭა წილისყრით. კანონმდებლობის თანახმად 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რიგითი ნომრის შენარჩუნება დაკავშირებული იყო რამდენიმე ფაქტორთან. მათ შორის პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა ჰქონოდა შესაბამისი უფლებამოსილება ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და განცხადებით უნდა მოემართა ცესკოსთვის. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არაუგვიანეს 17 ივლისისა და ასევე უნდა მიემართა საქართველოს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარისთვის. არჩევნებში მონაწილეობის მისნით არაუგვიანეს 8 აგვისტოს 18 საათისა. შესაბამისად აღნიშნული პარტიების არ მიმართვის გამო რიგითი ნომერი შეუნარჩუნდა მხოლოდ 5 პოლიტიკურ გაერთიანებას. დანარჩენებს კი მიენიჭათ წილისყრით. წერია განცხადებაში. პარტია ლელო საქართველოსის პოლიტსაბჭოს წევრმა ვატო სურგულაძემ სოფელ მერიის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ბრიფინგი გამართა და აღნიშნული აეროდრომის ხელახლა აშენების აუცილებლობაზე ისაუბრა. თავის დროზე ეს იყო ერთ-ერთი ძლიერი აეროდრომი 59 ანგარით და მთელი სრულყოფილი ინფრასტრუქტურით. სურგულაძემ აეროპორტის უნიკალურ ადგილმდებარეობასა და შესაძლებლობებზე დეტალურად ისაუბრა და მისი რეაბილიტაციის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. მისი თქმით, გურია ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია და დაცლის პირასაა. ასეთი პროექტები კი ხელს შეუწყობს ადგილობრივების მატერიალური კეთილდღეობის გაძლიერებას და გურიის ეკონომიკის ზრდას. რეგიონში ყველაზე ცუდი მდგომარეობა არის გურიაში და ამათ გურიას გადარჩენა უნდა. და აი ამ აეროპორტის დაგეგმარება, გაკეთება, აღორძინება მისცემს საშუალებას გურიას, რომ დაიწყოს ეკონომიკური ზრდა. ტურისტები, მიმოსვლა, მატარებელი უამრავი მოყვება აეროპორტის ინფრასტრუქტურას და აეროპორტი, რომელიც ყოველთვის შეუძლია მიიღოს თვითმფრინავი და აქედან შეიძლება აფრინდეს ნებისმიერი ტიპის თვითმფრინავი. ეს იქნებოდა გადარჩენა. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების. და ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმისაკენ, რომ გადავარჩინოთ გურიას სრულ დაცლას. ოზურგეთის ტექნოპარკში პროექტის Creative Motions პირველი ნაწილი დასრულდა. ტრენინგები, რომელიც საერთო ჯამში 6 დღის მანძილზე გრძელდება, მიზნად ისახავს ადგილობრივ ახალგაზრდებს მიაწოდოს მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით ცოდნა, გამოცდილება და ხელი შეუწყოს მათი ინოვაციური აზროვნების განვითარებასა და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას. ტრენინგის დღეების მანძილზე მონაწილეები ეცნობოდნენ უნივერსალური ციფრული ინსტრუმენტების დახმარებით სხვადასხვა თემატიკის ანიმაციური სიუჟეტების შექმნის შესაძლებლობებს. მათ ასევე აითვისეს სხვადასხვა საჭირო უნარი და ტექნიკები, რომელიც ონლაინ პლატფორმების გამოყენება სჭირდება. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ოზურგეთის ტექნოპარკში ICT განათლების პოპულარიზაციის მიზნით მიმდინარეობს პროექტი Creative Motion. ამ პროექტის პირველი ნაწილი დასრულდა დღეს დემოდღით. ამ პროექტის ფარგლებში 6 დღიანი ინტენსიური ტრენინგების განმავლობაში მონაწილეები სწავლობდნენ უნივერსალური ციფრული ინსტრუმენტების დახმარებით სხვადასხვა თემატიკის ანიმაციური სიუჟეტების შექმნას. ამ პროექტმა მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა გამოევლინათ საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი, განევითარებინათ კრიტიკული აზროვნება და ასევე შეძინა პრაქტიკული ცოდნა, რომელიც მათ შემდგომ დაეხმარება სხვადასხვა შემოქმედებითი თუ საქმიანი პროექტების წარმატებულ განხორციელებაში. ტექნოპარკთან ურთიერთობა ჩვენთვის არაერთხელ აღმოჩნდა წარმატების საწინდარი. ეს არის Creative Motion-ის პროექტი, რომელიც შედგება 2 ნაწილისაგან და დღეს მოხდა პირველი ნაწილის დახურვა პრეზენტაციების წარდგენით. მონაწილე გუნდებმა შექმნეს ანიმაცია არა მხოლოდ AI ხელსაწყოების გამოყენებით, არამედ უძლიერესი ხელსაწყო გამოიყენეს Adobe Character-ი, რომელთან ურთიერთობასაც რა თქმა უნდა ისინი აპირებენ რომ გააგრძელონ და ამასთან დაკავშირებით უკვე შემდგომი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. რაც შეეხება ამ პროექტის მეორე ნაწილს უკვე იწყება ხვალიდან და ეხება ვიდეო editing-ს, ვიდეო მონტაჟს, დრონის სპეციალისტი ყავს ჩართული, ლაივ კადრებზე მუშაობას და ვფიქრობ რომ არანაკლებ საინტერესო იქნება მონაწილეებისთვის და არანაკლებ წარმატებით დაიხურება მეორე ნაწილიც. მე ვარ ჯგუფი Neotech-ის წევრი და ჩვენ გავაკეთეთ პროექტი
ატომიდან გალაქტიკამდე და როგორც მე დავაკვირდი, ხალხი რო იყო მოსული, ჩემი აზრით, ბევრს მოეწონა და ძალიან დიდი შრომა ჩავდევით ჩვენს ნამუშევარში და ერთ კვირაში ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ. დაწყებული ხელოვნური ინტელექტიდან დამთავრებული მონტაჟით და ფოტოშოპით და ბევრი რამე გავაკეთეთ ამ პროექტისთვის, რომ ხალხს მოწონებოდა და ჩემი აზრით ძალიან კარგით გამოგვივიდა. ჩემთვის მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ მთელი კვირა ვმუშაობდით, რომ გვესწავლა რა შეიძლებოდა მეტი ამ ტრენინგებზე და ჩემი აზრით მოვახერხეთ, რომ მაქსიმალური დაგვედო რაც შეგვეძლო ჩვენ. ჩვენ გვასწავლეს სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტების გამოყენება, გვასწავლეს ჩვენი პერსონაჟის შექმნა და მისი ალაპარაკება და სხვადასხვა რამ. და ძალიან საინტერესო იყო, ძალიან საინტერესო გამოცდილება არის ეს ჩემთვის. ეს დღეები იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. ჩვენი მასწავლებლების იაკოს დახმარებით შევძველიდან გავაკეთეთ პროექტი ქალაქის 300 წელს. ამისთვის ახლა ბევრი სიახლეები მივიღეთ, გამოცდილებაც, რა თქმა უნდა. ჩვენ პირველად მოხვდით ესეთ პროექტში და შესაბამისად შეძლებს დაგვარად, როდესაც გამოგვიჩნდება საშუალება, აუცილებლად მივიღებთ კიდევ მონაწილეობას. აქ ყოფნა ჩვენთვის ძალიან კარგი იყო, აი ხალხთან კონტაქტითაც ძალიან კარგი და ჩვენ მაგალითად მე და ნანუკამ არ ვიცოდით ძალიან ბევრი პროგრამები და ძალიან ბევრ რამეს გავეცანით და მაგალითად ეს თითოეული რაც ვისწავლეთ, შეგვიძლია სკოლაში ძალიან მშვენივრად პროექტების გასაკეთებლად გამოვიყენოთ და ამიტომ ძალიან კარგი, ვისაც უნდა ბევრი ცოდნის მიღება და რაღაცა ვურჩევთ, რომ აქ ტექნოპარკში მოვიდეს. დღეისათვის სულ ეს გახლდათ, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.